Facebook-ზე არის ესეთი გვერდი, ქეთი ეგიდუნაშვილი ქვია, მოდი ახლა ვნახოთ ეს ვიდეო ნაწყვეტი და გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს. Today, one more happy cumulate, Chamberlain, great. მოკლედ, ნახავდით არაერთ სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, TikTok-ზე დააპრონწიალებთ ამ ქალის ვიდეოებს, რაღაც საშინელი სიტყვებით მოიხსენიებთ, აგინებთ, ლანძღავთ, დასცინით, იგდებთ, ესე იგი ყველაფერს კადრულობთ ამ ქალის მიმართ. თანაც ამას არ კმარობთ და კიდე ტელეფონზე ურეკავთ და დასცინით და ასე შემდეგ და სარგებლობთ მოკლედ ამ ადამიანის მიამიტურობით სხვათა შორის და რაღაცა არ გასვენებთ. აი, საკუთარ კანში ვერ ეტევით რა. თითქოს რაღაცა დაგიშავოთ. ადამიანს აქვს თავის ერთ პატარა ცხოვრებაში, ყველას გვაქვს ერთი საკუთარი ცხოვრება, რაღაცა ამბიცია აქვს და რაღაცა უხარია, რაც ბედნიერებას ანიჭებს. მიდიხარ და ლანძღავ აგინებ დასცინი, ვიღაცა ერთმა დააკომენტარა, ამას რატო უნდა ეგონოს, რომ ნიჭიერიაო? შენ რა გინდა? საკუთარ კანში რატო ვერ ეტევი? საკუთარ კანში რატო ვერ ეტევით მართლამაც? წადი რა სარკესთან დადექი და ერთი წამი დაფიქრდი. რამე კვალი დაგრჩენია ცხოვრებაში? გარდა შენი ორღობეებისა და გარდა ძროხის ჩამოწველისა? როდ გახარ და თავზე ადგახარ ვიღაცას იმპერატიული ტონით. თიც უქნებ, ლანძღავ, დასცინი, ამცირებ. შენ ვინ ხარ თვითონ საკუთარ თავს რატო არ ეკითხებ? არა, მე მესმის, რომ ვიღაცის ფონზე ანგელოზად უნდა იგრძნო თავი იმ შენს ორღობეს არ ვამცირებ არანაირად. უბრალოდ ამის ამბიცია რომ გაქვთ და ამას რომ აძლევთ. ამ უფლებას რომ აძლევთ საკუთარ თავს, იმიტომ ვიძახი ამაზე რა. საკუთარ კანში რატო ვერ ეტევით მართლა მაინტერესებს რა. რატო გინდათ რომ ჩაკლათ ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა თავისი ერთი პატარა სიხარული, რაღაცა ამბიცია აქვს, რაღაცა თავდაჯერებულობა აქვს, შეიძლება სულაც არ გამოსდის ისე კარგად, შენ როგორც აფასებ, შენი დიდებული კრიტერიუმებით სადღაც ზეციდან ღმერთის როლში აწვდილი, რომ თიც უქნევ ადამიანს, შეიძლება არ გამოსდის კარგად, მაგრამ ის უხარია და ის ახარებს, შენ რატო ცდილობ მის ჩაკლას, მაინტერესებს. რა არ გასვენებთ ხალხო, მართლა ვერ ვიგებ რა, არა მე მესმის, რომ ბავშვობაში ხართ გაზრდილი დედის გინებით და თავში ხელის ტყაპუნით და ფურთხები და გადი იქეთ და გაჩუნდი და გაეთრია იქეთ და ასე გაგზარდეს თქვენმა მშობლებმა და მერე შედექით ასეთ ადამიანებად აი რაღაცა რო გიკიკინებს და რო ვერ ისვენებ და სულ რო ბოროტება უნდა ანთხიო პირიდან. მაგრამ შეიძლება ასეთ დონეზე კაი გავიგეთ რომ ბავშვობის ტრავმები გაქვთ, მაგრამ ხომ უნდა გაიზარდოთ, ხომ უნდა დაძლიოთ ეს ტრავმები საკუთარ თავში, რომ ასეთი ბოროტი ადამიანები არ იყოთ, ისიც რამეს გიშავებს? თავისთვის არის ადამიანი მღერის. კარგად თუ ცუდად რასაც აკეთებს, რამეს ხო არ გიშავებს? უხარია იმ ადამიანს, ეს სიხარულს აძლევს. რა ქნას იმ ადამიანს, ყველა ადამიანს გვაქვს ესეთი რაღაცა შთაგონება საკუთარ თავთან, რაღაცა გგონია, რომ კარგად გამოგდის, თუმცა შეიძლება იდეალურად არ გამოგდიოდეს. რა ვქნათ, მივიდეთ ერთმანეთთან და ესე იგი ამოვაშხამოთ და ამოვამწაროთ და ჩავაკლათ და წავართვათ სიცოცხლის ხალისი ადამიანს. ეს არის თქვენი ადამიანობა მაინტერესებს. არა, მე მესმის, რომ აი საქართველოში ხართ აი ესეთი გაბოროტებული ხალხი, აი ვერ ისვენებ რა. ის კი არა რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედო და საკუთარი ორღობიდან გამოხვიდე და რაღაცა კვალი დატოვო. ის კი არა რომ თვითონ განვითარდე, ზიხარ იმ სოციალურ ქსელში და უკაკუნებ ლანძღავ. ვერ ხვდები უბრალოდ საკუთარ თავს რას. მერე წახვალთ რაღაც აღდგომის ლოცვებზე, იქ დადგებით ეკლესიაში წმინდანის სახეებით, უმციკლო სახეებით ხატებთან და საკუთარ თავს წმინდანებად მოიყვანთ და ქრისტიანები ხართ თქვენ და ამ დროს შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით ადამიანი ჩააკლა, ჩაუბედურო, განადგურო. მერე ვიღაცა მღვდელზე ამოიღებს ხმას და არ განიკითხო იძახი. არა, ის გოგო უნდა განიკითხო და ის გოგო უნდა გაასწორო მიწასთან. შენი ბანძი ლოგიკის მიხედვით, ხო? აი ესეთი ხალხი ხართ, ხვდებით, ანუ არაფერი რო ღმერთს არ უქნია თქვენში, აი ესეთი ხალხი ხართ, გესმით და კიდე დიდი ტრაგედია, იცით რა, ყველაზე დიდი ტრაგედია საერთოდ ამ ყველაფერში, აი საქართველო რომ არის ასე ბიდლოდ ქცეული, გაბოროტებულად ქცეული, იცით მიზეზი რა არის? აი ქრისტიანები რომ ხართ 95% და ბიბლიაში რომ ერთხელაც კი არ ჩაგიხედავთ და რო კითხოს კაცმა რა წერია შიგნით, პასუხს რო ვერ გასცემთ. აი ასეთი ფარისევლები რომ ხართ სინამდვილეში, იმიტომ გადაიქეცით ესეთ ბიდლოდ რომ ვერ ისვენებთ ვერც ერთ დღეს და რაღაცა მატლი რო არ გასვენებთ, როგორ ჩაკლათ და როგორ მოსპოთ ადამიანს.